მოვედი და სანამ სახლში ბოლომდე შემოვედი 8 ჯერ ვილოცე რომ არავინ მომყოს ფეხდახფეხროს წუმარი არ მომივიდეს ცოტა ხანი იმიტომ რომ სახლი არის კი არ გარბის გაიქცა და მე პანჩურით გამოვაგდეს უკაცად შესახში ისეთი ამბავია ახლა დილით გავიქეცი სახლის დადგებას ლაპარაკისად მეტია იმიტომ რომ მარიკო სახლში იყო ეძინა არ წამოყვანია ვერ იყო კარგად გუშინ და ამიტომ დღეს ასე ვთქვათ თავის შევიკავე წაყვანისაგან და მადლობა ღმერთო რომ დედა ახლა აქ არის მაგრამ წინ მელის მთელი ზამთარი რა უყო ამბავს ხალხო ვინმე მითხარით რა უყო მოკლედ ეს პერანგი მაცვია რომელზეც გიშდები ისე მიყვარს და ისე მომწონს მოიცა გაჩვენებთ ეს გადაა ეხლავე და ერთი წუთი პერანგი მინდა რომ ვაჩვი პერანგი როგორ მოგწონთ მე ძალიან მომწონს მაგრამ გამოვიცვალოთ იმიტომ რომ ყავა მინდა ვერც კი წარმოგიდგენიათ ის გული მერევდა და მაგიტან რომ რაღაცას ყვები და რაღაცას გული არევდა და რაღაცა გავაგდე გავაგდე ჯერ მიესალმე გავაგდე ნორმალურად და გავაგდე მიესალმე და მოიკითხე როგორ ხარ გაკითხებოდი ეს ვიდეო სად არის მეთქი და მომენატრა უსლის არევა გავაგდე და მაგიტო და გულსარევა გავაგდე და მაგიტო რატომ არიყავი ბაღში უთხარი და იმიტომ რომ დასვენება მქონდა და თელი დღე მაცემინებდა დედიკო დასვენება კი არ ქონდა დედა დასვენება მოიწყე შვილო თორე რა ის დასვენება შენით მოიწყე დასვენება ჩვეულებრივად იმედია მეთანხმები იმედია ეს ბაღის არის და ეხლა ჩამაცვა დედა ბაღის ჩამაცვა არა უშავს და მე არა და ბებომ ჩაგაცვა აბა რა იცოდა ბებომდე აბა რა იცოდა რომ ჩამაცვა და არ შემჩნდებოდა და ხო და დედიკო იცი როგორ მომენატრე სამსახურში რო ვიყავი სულ შენ გახსენებდი ნეტა ჩემი მარიკო როგორ არის თქო დედიკო სახლში ვიყავი და ვერ წამოვედი და სად იყავი დედიკო წეღა რატომ მითხარი გული მერევაო მე ხუმრედე ასიყვარულო მე ხუმრე საყვარელო ხო კაი ხვალეა ვიღია არა დედა არც ხვალ უნდა აირიო აბა ეხლა არც ახლა შვილო აბა მომყევი გუშინ მამას ტორტი რო ჩააქრე მამას ტორტი რო ჩავაქრე გახსოვს მე დაკობა და მე კიდევ ჩავაქრე და იმიტომ რომ შევჭამეთ მე და ოპა და ყველა შეჭამე ხო საყვარელი ყველა მივირთვის და ხო აბა გიამ არ ჭამოს აბა გიამ უნდა ჭამოს ყველა ხო საყვარელი ხო ყველა არტომ ამკია რა ხო აბა რა დედიკო რა ჩაიფიქრე კარგად ვყავდეს ჩემი მამიკოვო კარგად ყავდეს ჩემი მამიკო როგორ მომენატრა შენ იტყულებდი ეს დედიკო სადა აი ჩემო ერთადერთო მიკითხედე რა გითხრეს მერე დე მარა კიდევ მომენატრა და მაგიტო და ვერანახა მოსიცოცხლე რა გითხრა ბებომ სად არის დედიკოო დე დედიკო შენ სამსახურში იყავი და შენ ვერ დაგირეკე? ხო, დე, ხო იცოდი რომ სამსახურში. დილით ხომ არ იტირე საყვარელო, რო არ დავყავდიმე. არა. მამა სახლში იყო დილით? მე რო წავედი? ხო. 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 დილით იყო და ვერ გაიხვიძა და შენ და ყობა ვერ წახვედი.
რომ მალე გაიღვიძებდი და ყოფილი იყავი. ხო, დედიკო, ხო იცი დედამ უნდა იმუშაოს დედამა ყველამდე, ხო საყვარელო? ხო, ყველა. გიავით ვერ მოვიდა და მამიკო. ხო, დედის გული, ხო. დედიკონა, მარია. დედიკო, მე იცი ვერ ვიუჭამე ჩვენთან ერთად. დედი, ხომ არ იტირე შენ რომ გაიღვიძე და დედიკო არ დაგხვდა, ხო არ გინერვიულია დე? არ უნდა იტირო, გუშინა რომ იტირე და ის მე ვინერვიულე, ხო დე? არ უნდა იტირო, კარგი საყვარელო. დედიკო, შენ ხომ იცი რომ დედიკო ხანდახან სამსახურში უნდა წავიდეს დე? კარგი? მერე შენ რომ ტირი დედა და გავიგებ რომ მარიამი ტირის, მერე მეც ვტირი ისევ ნერვიულობ შვილო. გესმის დე? ხო. დედა, ყველაფერი ხო, რომ გავაკეთო. შენ ტირილს რომ გავიგებ, დაენახე დედიკო ესაუბრე, მიდი. შენ ტირილს რომ გავიგებ, შვილო, მე ადამიანად აღარ ვარგი ვარ. всё. ის დღე მაქვს ჩათვალე დაკარგული. და დედამ ხო იცი რომ უნდა იმუშაოს, დე? ხო ვიცი მარიკო, დე? აბა მითხარი, თუ იცი რომ დედამ უნდა იმუშაოს, რაღაცო ტირი ხოლმე. მითხარი. მე ხო ცოდოა რომ ნერვიულობ ხო შენ ტირი ხარ და ძალიან ნერვიულობ მე. აი მე გოგოებო ის პენუარი მეცვა ფანტასტიურად მეჯდა ტანზე, თან ვალაგებორი წუთით. გადასარევად წამოსკუპებული იყო ჩემს ხელზე პენუარი. გადასარევი გომა ქონდა და ყველაფერი. გოგოებო, როგორ არის იცით? მე გვერდს დავურთავ, მაგრამ პრობლემა არის ის რომ ჩემზე გარდა არა. ხო, ერთი წუთი რაღაც ვთქვა, კარგით? პრობლემა არის გოგოებო, ერთი ის რომ გვერდი ესე ფოტოებით და იმით არ აქვს რა ჯერ გაკეთებული და ესე ყიდის ანუ ზოგადად რა და რო იცოდეთ. ხო და ვისაც გნებავთ ჩემნაირი მე რო გაჩვენეთ აი მართლა ულამაზესი აი რავიშოკე ესეთი ლამაზია ხელზე და ისეთი ესეთიურია და არ გაწუხებს ეგეთია მოკეთ გვერდს დავურთავ და თუ გენდომებათ მე თავად მიწერეთ მოკლედ ან მე მკითხეთ რამე და მე ვკითხავ მოკლედ რაც გენდომებათ ჯერ ესე ძალიან აქტიური არ არის, იმიტომ რომ მაინც ახალი ბიზნესი აქვს, ასე ვთქვათ, სტარტაპია მოდი ესე ვიტყვი, შესაბამისად გვერდში დგომა ჭირდება სტარტაპს და ყველაფერს, რაც თავიდან იწყება. ამიტომ არ არის ესე ფოტოებით და იმით გადაჭრელებული ჯერ, თუმცა ანუ ყიდიან და იყიდება ამის თქმით. მოდი დედიკო 2 წუთი ესაუბრე შენ, მე ყავას მოვადუღებ, კარგი ჩემო სიცოცხლე. მაჩვენე დედა ესენი, ღმერთო 1 წუთი. მოკლედ ესეთი ამბავია გოგოებო, აი მე დედა შენას ვეღარ ვატრიალებ, ისეთი დაღლილი ვარ. უფრო მეტად ხმაურით ახლა ჯგუფში რა ხმაურია და ბავშვები არიან, რა თქმა უნდა ახლა იქნება ხმაური და არ არსებობს თავი არ აქტივდეს, აი გამორიცხულია. ასე რომ ისეთი საყვარლები არიან, რასაც ეგენი არ მოიგონებენ ხალხო, რასაც ეგენი არ მოიგონებენ. აი ისეთ რაღაცებს იგონებენ, ცოტა არ იყოს, მე ვარ შოკში. აი არ ვიცი. და რა კითხვებს სვამენ, აი არ ვიცი, ვერ აგიხსნით. რა კითხვის დასმა შეუძლიათ ერთცი და ბავშვებს. არ გადამიგდო. მოკლედ ტორტი გამოგვიგზავნა ჩემმა მულმა, ჩემი ქმრისთვის. ხო და ხო გითხარით უკვე, მე რაღა გითხარით უკვე აღარც ვიცი. მოკლედ ძალიან გემრიელი იყო, თავად ვერ მოახერხა მოსვლა. რაღაცას მოვყვები, რაღაცას ლებ. გამოგვიგზავნა, მე დედა ისა დავარდა 1 წუთი დედიკო. მივალაგო რომ ყავაზე დავჯდე შენ გოგოებთან ერთად და ვეჭორაო რა. აი აქ არის საყვარელი.
ეხლა მაღამ აქვს ფანკლები და ხალი და კაპები და კიდევ რაღაც არ ვარანეთებ. კიდევ კაპები მაქვს. დღეს ბებოს დაუჯერე შენ ერთი კარგად ვერ გელაპარაკე. დაუჯერე ყველაფერი საყვარელო? ხო, ეხლა. ხო არ ანერვიულე ბებო დე? ეხლა. დღეს ხო დედამ რო დაგტოვა, ხო არ ანერვიულე დე? აი მე ისეთ კბილად ეძინა ხალხო მარიამს დღეს ისეთ კბილად ეძინა მეთქი ხა გადავატრიალა მეს დამაძინა ამასთან და ჩამახუტა. მე დედა თუ შენ დე ისეთი ტკბილი იყავი საყვარელო დილით. ეხლა. დედამ გაკოცა დე დილით და მე წავიდა სამსახურში დე. ეხლა. კი დღეს. კი. მე რომ მითხარი ეგ არის და ეხლა გამახსენ და ეხლა არ მითქვია. ძალიან კარგი რომ გაგახსენდა ჩემო სიყვარული დე. ჩემო სიყვარულო, მაგრამ მე გვერდი და ჩემო ნატვრის თვალო. დედიკოს ნატვრის თვალი. საყვარელო. მამე ნატრე. შეგიძლია რაღაცა ლექსი ვთქვა. ქვიდე თუ გინდა ლექსი. კარგი. თუ მინდა გამითიშ თუ გინდა ვერაპარაკოთ. არ გინდა გამითიშ. თუ გინდა ელაპარაკე, ჩემო საყვარელო და უთხარი ლექსი არ გინდა? გინდა. უთხარი და მერე. რა დიდი სიხალულია. ყველაფერი რომ წინავდეს გონია, ასრთულია. არა, ნორმალურად მოუყევი, რაღაც არ მომწონხარ შენ მე. დედიკო, ეგრე ჩქარა რო საუბრობ, როგორ გაიგებენ საყვარელო? ნელა ხო უნდა თქვა დე? რო გაიგონ, მარიკო, ხო ნელა უნდა თქვა? დაბლა. ნელა, ასე არა დედა. რომ მიაყარე ისები ტელივით. ნელა ჩემო საყვარელო. რა დიდი სიხალულია. ყველაფერი რომ წინავდეს გონია. ასე რთულია ნელა თქვი. ნუ ჩქარობ დე. სიყვარულია. შენ ხარ ვინ? ოჯახის ოჯახის სიყვარულო. აი მე ერთი ეს სვიტერი ჩავიცო გოგოებო და მოვედი თქვენამდე. ყავა რო არ დავლიო იცო. უშა გაშინოთ თოლის კორიანი. ცოცხლეც აღარ მინდა. მილამშვიდობის ნათელი. უშა გაშინებ თოლის კორიანდელი მამა ყაყნის იკეთე მილამშვიდობის ნათელი. აი გავთვეთ, ეხლა რო გითხრათ რომ სახში ცივა მოგატყუებთ. უბრალოდ მე თვითონ მაკანკალებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეცვა იმასთან შედარებით, როგორც განცდა. უბრალოდ მაკიდებ. შენ ეხლა მე მომიზმინე. ეხლა მარტო შენ კიდე. ეს რა ილაპარაკო? კარგია? კარგია? ეს რა ვილაპარაკო? რაო, კარგიაო? არა. არაო, ხოდე? მაგას არ გეუბნები შვილო. მაგას მეც არ გეუბნები, რასაც ის არის. არა ყავა დავდგარ გოგონებო, რომ სიცოცხლები გრძნობს. მე ზენა. კარტოფილი გაგითბოდე? არა. რატომ? ხოჭამე. რა ჭამე, დილით ვერ ვერმიშელი. ანუ ეგ იყო დილის 10. მერე. და ახლა დაიწყო მგონი რა ვიცი, 5. 5 თუ 6. მიხარესი თუ 6. მე ახლა რაღაცას გეტყვი. რაღაცას გეტყვი რა. იმან ჩხუბი არ შეიძლება. ვინმე მიჩხუბა ნე? როგორ შეიძლება ჩხუბი? როგორ შეიძლება უცხრი? ფუდი საქციელია. რა თქმა უნდა.
ჭყუპი არადე ხო საყვარელო არა მე ხო გითხარი ჭყუპი ასე იწიე არა ჩემო გამახსოვდა საყვარელო მიცადედიკო ეხლა მე ლამაშებზე ვირაპარაკე არის ეს რაფერია ითელი ეს მე მოგაწყვიტე იყავი აი მე დედიკო ეს რაფერია ყავისფერი ეს ვარდისფერი აი ესე უნდა თქვათ რაფერებია როცა გასწავლით ასწავლებელს სკოლაში და მიყვარს სკოლა ხო გინდა აბჯაბაჯე მოვალ ახლა დაგითქვა უკვე ზეიმის კაბა დავამთავრე ზეიმი როგორ დავამთავრე ზეიმი როგორ მიყვას ეს ზეიმი მომენატრა თელი დღე ზეიმი არ მქონდა ზეიმი იმიტომ არ მქონდა ზეიმი მაგიტო მომენატრა ზეიმი დედიკო კარგად ხარ დედიკო აბა რა ახლა ვერ მოვაგე ვარი წევია დედა ცუდად რატომ დაიყო ნუ შემშალე შვილაო ეხლა სახოცი მოგიტანოდე დედიკო მინდოლოგია ცოტა თუ გიყვარ დედე ხო დედი ცოტა გაგიგრინდეს და მერე მიირთვი კარგი ცოტა ნეტა ამას რა უნდა რომ თან ლობიანი არ უნდა ხარით ერთი ვაიმე ძლით წავიშორე ტუჩიდან ტურცეცხი ძალიან ის არის და წავისოთ ვაზელინი იმიტომ რომ ნუ აი ტუჩი გამომიშრო ერთ წუთს რასაჩრება ძალიან ბევრი ტუჩცეცხი სხვათა შორის ახმობს და ანადგურებს ტუჩს რატომ იყურებს ესე გაოცებული ხო არიცით მოხვალ ჩემთან დე მოდი რა გეღვეწები მომენატრე დღეს არ მინახი ხარ მოდი დე ვაიმე всё დაღლა აღარაფერია ეს რო ჩაგეხუტება ხალხო შენ რო ჩამეხუტები დე ხო რაც არ უნდა დაღლილი ვიყო კარგად ვარ აი გუში გამოვარდი სამსახურიდან შევწვი წვადი ქათამი ზალობიანები ვიყიდე რაღაცები მოკლედ კიდე რა ვქი კარტოფილი შევწვი კიდე რაღაცები მოკლედ სადი ერთი კარგი ვახშამი გქონდა გუში გენაცვალე შვენიერი ეგეთი ვახშამი კარგი იყო კარგი საღამო იყო ოჯახურ წრეში აღნიშნეთ უახლოესი ადამიანები ვიყავით ყველანი იგი ჩააგრე ხო და ეს რა არის უკაკატო ხარ მალაგეც არის ამი ძალიან კარგი იყო ხოდა შორის ჩემი პენუარი ძალიან მოიწონა ჩემს ქმარს გადაირია მე ვთხარი შენ დაბადების დღესთან დაკავშირებით შევიძინე რომ ვიცოდი მოგეწონებოდა ნახეთ რა კარგად გამოვიყურებით ხო და კაცო დაბადების დღე მე მაქონდა აბასაჩქრე თავის იყიდა კი ბუდიში აი მე ყავა რა დე რა გინდა საყვარელო წე თავი დედიკო რაოჯი მამაზო რაოჯი ახრე არ მაკოცა ესე
რაგიშია წავიშორებდე. შენი კოცნა მირჩენია ყველაფერს, ახლავე წავიშორებდე დიკო. მოდი წავიშოროთ. მე წაგიშორებ აი გონა. წამიშორე. დედი, ბებო სხვა ჩასაცმელი ვერ ნახა დე გარდირობში? თუ რაც სქელი იყო. მამა დედას კოკო. რას მემნები გოგო ვაიმე გოგო ჩამეხუტე მომენატრე დე მომენატრე დადიკო ვაიმე ჩემო სიცოცხლე დე უკლეთ ესეთი ამბები გოგო კარგი ეხა რა მინდა გეტყვით აი სიმართლე რო გითხრათ იცით რა მინდა ცილი მინდა მილიონი მინდა სადმე ძალიან მაგარ ქვეყანაში სადაც სხვა ზე იქ მინდა წამოყორება რა მინდა მეტი არა გარდაიჭირ ყოლად კარგად ყოფნა ანუ ზოგადად არა ეგ აღარ და წაშორებული მაქვს აი ამი წამაშორე თუ გინდა მინდა რომ სი აღარა მაგდე ბარათზე მედოს აი იცი რამდენი თანხა გოგოებო აი რაღაცა ულიმიტო ამბავი რო გაქვს ხო იცი ხარჯავ და საერთოდ სუიზახმე რომ ქეშად რო გაქვს ფული ბევრად სხვანაირად ხარჯავ იმიტომ რომ აი ბარათზე რომ მაგ შემთხვევაში ბარათზე მაქვს მართლა ვერ ვიგებ ანუ ვერ ვაკონტროლებ საერთოდ რა მაქვს რამდენი მაქვს რა დავხარჯე სანამ კატასტროფული ციკციკი არ ატყდება რომ აღარ გაქვი ვერ ვიგებ რა აღარ მაქვს ხო და ულიმიტოთ რო გაქვს ხო იცი აი მიაჯლი გინებს რომ არ გაინტერესებს რა თენჯი ხარჯება გინდა წაგისვა ცოტა დამსკდარი გაგინდა დამსკდარი მაქვს აჰა არა ჩაყავი ჯარა ჩაყავი ორაში მოკიპო აჰა ჩაყავი ჩაყოფილი მაკაცო ოპლა კაი ჩავყო აჰა ჩავყავი ტუჩი მომეცი ოპლა ევესკენ ხო დაეგრე მინდა გოგოებო რომ აჰა შენ წაისვი გინდა აჰა დე ცოტა უნდა ჩაყო ესე თითი ჩაყავი ნიკა თითი აი ესე საყვარელი ჩაყავი ლამაზო სიოდე სიო გეყოფა სიცოცხლე მარა მილიონის გარეშე ვერ დავისვენო თვითონ სხვაზე რა არ გინდა და აიღე ხელსახოცი ძირიდან არ უნდა რა უნდა ისე გავწივეთ თორე ძალიან ავარ შემომსკდარი თქვენზე მაგრამ ჩემი ბრალი არ არის ხალხო მაგი და არის ვიწრო და შორს ფიზიკურად ვერ დადებ სადაც წაიღო ვიწრო მაგი და აბარომი ხარ გადავაგდიო რა და გადავაგდე. აბა სად არის? გადავაგდე. იქა? კი. ჰოპ, ჰაერში ავაფრინე და გადავარდა. რატო? კახე. აბა მომეცი. მაგზე? აღარ არ გადააგდო, ხო საყვარელო, აჰადე. კონია. ცოტა მიირთვი და მოგცედე. მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი დედას ერთადერთი. აბა რომ მითხარი გადავაგდიო და გეხუმრე. აბა რომ მითხარი გადავაგდიო და გეხუმრე დედიკო. აბა სასწრაფო გამომიძახეთ ვინმე რა. აკეთხოვთ. რაში მჭირდება ნუ იკითხავთ. ან რა ჭირს უარც ეგ უპასუხოთ რომ სასწრაფო გამომიძახეთ. დედიკო. მიდი რომ მოგცედე. ასე მცემ შენ პატივს რომ დილიდან ასე ხარ, ესე იგი ბაღშიც ასე ხარ და სახლშიც ასე ხარ, რომ მე რო არ ვარ, ესე იგი იქ არაფერს არ ჭამ. მე რო ვარ არც ჭამ. არ ვარ მაინც არ ჭამ. მიდი და ტორტი ვჭამოთ მე გინდა? სად არის ტორტი? შენახული გვაქვს, მოდი და მიირთვი და მე ტორტი ვჭამოთ. ვაიმე ჩემო სიცოცხლე, გააღებილიდე. ვაიმე რა გემრიელად მიირთმევ, მარიკო.
ვიხჭობი. ერთუ პირობებში მიწეს ცხოვრება, ამიტომ საწრამო გამომიწევ. ვაიმე, ესე მიყვარს რომ მოვალ და ჩემთვის ჩათფუნული ვეგდები ერთ ადგილას. ეს იგი ვთანხმდებით რომ გვინდა მილიონი სადმე პლაჟზე წამოგორება და რა ვიცი. ვიაროთ მაღაზიებში, სადმე ხონდა დაიხარჯოს ხა იქ მილიონი გიყვაცები. დახარჯოს რა უნდა ხალხო მაგას ერთ საჯი ბოლოს მოუხევ მაგ მილიონს. ერთი რა თუ ნახევარ საჯიზე ყოფა. გუშინ ბლოგი არისო. გარკვეული და ძალიან საპატიო და დასასიხარულო მიზეზის გამო. არგი იყო. ვაიმე, რატო? ჩემი დაბადების დღეს ეს ჩაივლის ოჯახურ გარემოში. არ ვაპირებ არაფერს დაგეგმილი. ხელი არ შეყო. დენ მარ დაგარტყა საყვარელო. მე ვკითხავ გეგმავ არა. თუ ვინმე მოვლენ გოგონები არ ვიცი რა დღე მხოლოდ 14 თებერვალი ხო არ იცით. თუ შაბათ-კვირა იქნება სახლში ვარ თუ არა და მე სახლში ვარ ოღონდ გვიან სხვა დღეებში ხო და გვიან ანუ 5-ისკენ 6-ის ნახევრისკენ ესე დაახლოებით ტორტს შემომირბენენ მეტი მაქვს თუ ვინმე მოვა და მოახერხებს რა ვიყო აი არ გადმომიგდო ყველა მუშაობს ყველა ის ყველას ხო იცით როგორი გრაფიკებით მუშაობს ხალხი ჩვენთან ზოგადად სამუშაო არ ვიცით როგორ რანაირად მაგრამ სამუშაო ყველა ვარიანტში არის 14 საათიანი აი ეგეთი ერბერი გამიგია მე რაც ძალიან დიდი ის ჩას არა მაგათ ხელი და რატო ჩენვენ კოდექსის შრომის გვაქვს მინუს უსასრულობაში მოგეხსენებათ გოგონებო თუ ვინმე იცით ძალიან კარგად რუსული ძალიან კარგად შევარიცოდეთ მაგრამ ნუ ელემენტარული და გსურთ პედაგოგის დამხმარეთ მუშაობა და გიწყობთ ხელს თქვენი უნარები, ასე ვთქვათ და არ გეგონოთ რომ უირა უნდა წავალ ვიმუშავებ, ასე არ არის. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. საკმაოდ ძიმეა, შრომატევადი სამსახურია. ჩვენთან კერძოში ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ საკმაოდ ისეთი ბაღია ჩვენი და თქვა ყოფილა მოქმედებითაც კარგად მომიგდო ასედაც ამიტომ ბევრი ჩართულობა ბევრი ის უნდა იყოთ მობილიზებულები ხატები ენერგიულები მომღიმარები როგორც ხდება შესაბამისად თუ კი ხართ ვინმე ასეთი შემეხმიანეთ ეთქოსენ რატო დაჯექი მოდი და მოგიბრუნებ და ისაუბრე აი ასე საყარელი უთხარი შენ ლობიანს რომ მიირთმე უთხარი დედი ვაჩვენოთ ლობიანი უთხარი რას მიირთმევდე აგერ მიირთვი დედი კორო დაგინახონ როგორ მიირთმევ მე როგორ მიყვარ ხარ გოგო ასე შემეხმიანეთ რა თქმა უნდა თბილისში უნდა ცხოვრობდეთ სახარ უნდა თქვა მოდი მე ის დავრო კონკრეტულად ერთხელ დამიწერში გაქანებულო ქუთაისელო დაიბეხო არა გაგშვირო რა ქუთაისე და გოდი ერთხელ ავარ ნაყოფი გავლით მე ვთხარი რა ქუთაისელი საიდან მოიტანეს არ ვიცი და დასკუდა დაძეს არ ვიცი კაცო პრობლემა კი არა მაგრამ ყოფილიყო მაგრამ არა ვარ და ჰა მოკალი რაღაცა თუ კიდათ სასწაული ხალხი გიჟდები ძალიან დარეხული აზრები გვაცხებს ხოლმე ზოგჯერ მაგრამ მაინც ყველას ერთმანეთი უყვარს საბოლოო ჯამში ქართველებს ჩვენ მაინც გვიყვარს ერთმანეთი რაც არ უნდა მოხდეს
რაცა უნდა დიდი გადატრიალებები, არეულობები და რა ვიცი, კიდე 1000 რაღაც შეიძლება მოხდეს. მან და რა გაფუჭდება ჩვენ მაინც გვიყვარს ადამიანებს ერთმანეთი ქართველებს და გასაჭირში მაინც ჩვენ ერთმანეთს ვდგავართ გვერდით. გაფუჭდება და რაცა ყავა დავლიე, მაგრამ აი თითქოს ყავის გემო აქვს. მაგრამ არ მეყო თუ ვერ მომეწონა თუ რაღაც ვერ გავიგე მოკლედ და მოიდაღლილობა მიწის. ჯერ 3 დღე სამსახურში გავიოგე და ვიღალე. და დღეს რა ვხედე და კიდე ხვალ სამუშაო დღე იყო, ამის დავიცენტრი. მე ვთქვი ხოჯი პარასკევი ყოფილიყო ეხლა, რა იყო ეს ხუთშაბათი. ვაიმე, გადამეკიდა ხალხ რო გული უნდა ავიდიო, ეგეთი რამე გაგიკიათ. მიდი და ძალით ახველებს. მიშო არ გერევა და რატო ირევ ძალით? აი ვერ ვიგებ, რა უნდა ამბობ, ვერ გავიგე. დედი, კვარგინა წამოვწვეთ? საყვარელო, წამოვწვეთ. მოდი წამოვწვეთ, გინდა დე. ეხლაც რა, როდის წამოწექი? მაღლა რო წამოწექი ბებოსთან, ეგ იმიტომ რომ არ შესცირდეს და მიგაფარეს დე. რაღაცას რო უყურებდი. გინდა წამოვწვეთ მე და შენ დე? რაიტო დე? არ შემიძლია რა, ტელეგრამი ვიწევდი. ტელეგრამი იწექი დე? მეც. შენ? ხალხო რო ვდგები? ხალხო. მე მომარ შენთან. დიდი 8-ზე. შენთან აცი სამსახურში უნდა ვიყო. მოვედი. 1 საათი მომზადება მინდა, თითქმის 1 საათი გზა. ანუ მანჩა. ბატონო, ვაიმე როგორ მიხარია ჩვენ, მე და მარიკო, უნდა მივირთვათ ლობიანი. და გითხრათ რომ დილით რა მიირთვი უთხარიდე? რა მიირთვი ჩაი და ვერმიშელი. ჩაი და ვერმიშელი მიირთვა თურმე დილით ხა ორივე ერთმანეთს როგორ უხდება ეგ თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ ოღონდ რამე ჭამოს პრინციპით ჩაი და ვერმიშელი მიურთმევია და დედიკო მოუტანა ლობიანი გუშინ, ხო საყვარელო, გაღე დედიკო პირი ხელი მეტკინა დე, ხელი მეტკინა. ხო, დავდებ მე, ოღონდ ჯერ უნდა ჩაგვიჭი. მე თო აი ახალი თაობარი როგორ იცი რომ აი სხარტი გონების ადამიანები იბადებიან პირდაპირ. გეხვეწები რა, ეგ ტორტის დასადები არ გამიტეხო შვილო. და გინდა ცვალა. სხარტი გონების ბავშვებთან. აი უცებ წამებში. დღეს თავაშობდით წეროებს ბავშვებთან ერთად და წეროები რაღაცა სადა სამსახურში და ერთი ამბობს 20-ო. ხო და ახლა 20 და მეზარა. ეს ხომაშობდი და ჩემ სამსახურში და მერე კიდე ხა მეორე მოვიდა ხა სხვისი დრო. მე ხო სადაც მუშაობდე, ხო და იმან 20 რო თქვა, აი 20 იყოს კიდე მეტი, ერთი 30 ბავშვი, 30 არა კაცო, მაგრამ საერთოდ ვიძახირავ, დგავართ და დავაშვებ წეროებს და ყველა 20 და აი 20 სადა მოგროვდა, კიდე ხომ გული წამივიდა. მე ვთქვი ცოტა შევკვეცო ჩვილი, რა პავია 20. მე თქვი 4, 2 არა. 20 და ერთმანეთში აი 19 იყოს, დიდი მადლობა მე ვთქვი. ბავშვები ხლა ენერგიას გაძლევენ და იმდენ პოზიტივს გაძლევენ და მათი ჩახუტებით იმ ხელა ემოციას გამოხატავენ, რომ უხარი ხარ, რომ შენთან უნდა კომუნიკაცია, რომ აი რა ვიცი, ძალიან თბილები არიან და რა თქმა უნდა არიან ბავშვები, ვინც ცოტა ბარიერული ამბები აქვთ, მაგრამ ნუ რეალურად 99-100%-დან 99 მაინც შენკენ მოდის და არ აქვს რაღაცა ეს რადე. ბატონო? მოვიდე, აჰაიდე. ვაიმე ღმერთო გავგიჟდები ეს ვინ გავაჩინე, ხო დედიკო? იცი შენ რომ დაიბადე რამ ხელა ლოყები გქონდა? სადა? სამშობიაროში დედიკომ, შენ აქიჯექი, იცი დე ჩემს მუცელში და გაგზარდე და მე დაიბადე დე. ხო, საყვარელო, იცი რა ლამაზი იყავ. დიდი ბუთქუნა ხალხო ხოლმე ლოყები გქონდა, აი არ დაიჯერებთ რო ნახოთ. ფოტო რო ნახოთ არ დაიჯერებთ. არა დედა, ბაღში
ბაიები სადაც იბადებიან, იქ ვიყავით და იგი დაიბადე, ჩემო საყვარელო და ამხელა ლოყები მქონდა და ესეთი ღუღულა ლოყები. და ისეთი გადაწკრიალებული იყო ხალხო, აიტყოდით რომ რა ვიცი, აბანავეს და მოიყვანეს მუცმუცელში. აი ისეთი იყო დედას გეფიცებით, ეგრევე თქვეს, მე რომ ვაიმე 200 სუფთა ბავშვი, აი რო აქვთ ხოლმე თავზე რაღაცა ნადები სახეს, აი გადაწკრიალებული, აი ეგეთი რანაირად იყო, მე აი არ ვიცი რომ დავიდე შოქში ვიყავ. არ ჩავარ, ისეთი სუფთა იყო, არანაირი ხათიდაც სიურჯები, აი არ ვიცი, აი ძალიან ისეთი, ნუ ხა 2700 დაიბადა და რომ მოგვეცადა, ალბათ 100 გრამს კიდე მოიმატებდა, თუნდაც 1 კურა მაინც და უბრალოდ მე უხაერობა მქონდა და შეუძლებელი იყო უკვე ამ პირობებში ბავშვის ყოფნა და არა მხოლოდ ბავშვის დედისაც. თორე რეალურად ნუ აი უხაერობა რო არა შესაძლოა თქვათ ეს წონის პრობლემა არ ყოფილიყო რომ მომატებულიყო უფრო იმიტომ 200 გრამი ეგრევე დაიკლან რო შრებაო ბავშვი ხო ხვდებით რასაც ვამბობ 2.5-ზე ჩამოვიდა ეგრევე სტრაფიკლებით 2.5-ზე ჩამოვიდა მე ნუ ვერ ჭამდა ის ხელოვნური არ მოწონდა ის და კიდე რამდენი პრობლემები იყო და მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელი იყო და არის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელ შვილებს ხალხო ნუ ვაიმე რა ვიდეოებს ვნახულობ ამაზე მე ვილაპარაკოთ ჯანმრთელობის ფასი არაფერია ჯანმრთელობის ფასი დაემშვიდობე საყვარელო მოდი ჩქარა წამოხტი დაემშვიდობე დე სადახარ ბიჭიკო დავემშვიდობოთ კოცნადე ბაი